ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ოცნებისთვის დამატებით სანქციების დაწესებაზე მუშაობს. შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის თქმით, ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას და შტატები ქართული ოცნების ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ შემდგომ ნაბიჯებზე ფიქრობს. გადაწყვეტილება სავარაუდოდ ბაიდენის ადმინისტრაციის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მიიღება. It is a 4 to 5 weeks. 4-5 კვირა დიდი დროა. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ამ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ დარჩენილი აქვს სივრცე. საბოლოო ჯამში საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სოლიდარული ვართ და მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვიზეც ვფიქრობთ, რომ ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართული ოცნების წინააღმდეგ სანქციები რამდენჯერმე დააწესა. 12 დეკემბერს და 16 სექტემბერს ჯამში 80-მდე საქართველოს მოქალაქეს სავიზო შეზღუდვა შეეხო. სახელები არ დასახელებულა, თუმცა დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის სანქციების ქვეშ მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი უწყებები, უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირები და კერძო პირები აღმოჩნდნენ. 12 სექტემბერსვე დასანქცირდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება. მისი ერთ-ერთი მოადგილე მილერი ლაგაზავრი და ულტრამემარჯვენე ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი ალტინფოს ლიდერი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. 4 მათგანი გლობალური მაგნიტსკის სიაში დაამატეს და ფინანსური სანქციები დაუწესეს. საქართველოში არსებულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ აფასებს ჰელსინკის კომისია, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევს. კომისია ამბობს, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად ოცნება მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას განაგრძობს. ქართული ოცნება ქართველებს ართმევს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და აბრუნებს აგრესორების ღერძისაკენ, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის განადგურებას. მიუხედავად ქართველი ხალხის მასშტაბური წინააღმდეგობისა, ქართული ოცნება განაგრძობს ინტეგრირებას ავტოკრატიულ რეჟიმთან. ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო ირანის პრეზიდენტის ფეზეშქიანის ინაუგურაციას, რაც მოჰყვა წინა წლებში ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მცდელობებს ქართული ოცნების მხრიდან. თავის მხრივ გავრცელებული ცნობებით ირანთან დაკავშირებული ჯგუფები ხელს უწყობენ ქართული ოცნების კამპანიას, ავრცელებდნენ ანტიდასავლურ ნარატივებს. აგვისტოში ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან. ჩინური კონსორციუმი ამჟამად აშენებს მასშტაბურ ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, როგორც ჩინეთის ერთი სარტყელი ერთი გზა ინიციატივის ნაწილს. თუ ქართული ოცნება მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, პარტიას საქართველოს გადააქცევს რუსული, ჩინური და ირანული გავლენის გავრცელებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების პლატფორმა, რომლებზეც იგი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული. ქართველი ხალხის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი და ევროპის საგარეო საქმეთა კომიტეტების ლიდერებთან ერთად ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნებისთვის ფინანსური სანქციების დაწესება მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართული ოცნების ძალადობრივი დარბევის წინააღმდეგ იმ ქართველების გვერდით, რომლებიც იცავენ კონსტიტუციურად განმტკიცებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ უკან უნდა დავახევინოთ მათ, ვინც უხეშ თავდასხმებს მიმართავენ მშვიდობიან მომიტინგეებზე, იმ ინსტიტუტების გამოყენებით, რომლებიც ვიცით, რომ მათთვის დამღუპველი იქნება როგორიცაა ფინანსური სანქციები. საქართველო ეკუთვნის ევროპას.